ამაში ბრწყინვალე აქვს მარაკველიძე, კარგი გაგრძელება მარცხენა ფლანგზე. ჩხეტიანი სცადა ჩაწოდება დაუბლოკეს. ივანიაძე ძალიან კარგია ამ ეპიზოდში. მარცხენა ფლანგზე ივანიაძე კარგი გაგრძელება ისევ ჩხეტიანი ჩაწოდება ძალიან კარგი უკეთ შეეძლო აქ ნიკაბაძეს თამაში იქნება საკმაოდ უხვად არიან ოდიშის ფეხბურთელები მეტოქის საჯარიმოში კარგია ამ ეპიზოდში დათუაშვილი ჩხეტიანი იბრძოლებს აქ გოგოტიშვილი კარგი იყო თუმცა იქვე კონტრპრესინგი ძალიან კარგი დაკარგეს აქ ბურთი ოდიში აკმარისად იმისთვის რომ ჯარიმა დაენიშნა არბიტრს ძალიან კარგი გადაცემა ამ ეპიზოდში მარცხენა ფეხით ვერ მოარტყა ბურთს ფეხი ისე კარგად კვერნაძემ დათუაშვილი ურა კარგი შეხება იყო ამ ეპიზოდში ნიკაბაძისგან მარცხნივ პასი ივანიაძე აქვს სივრცე იმისთვის რათა ბურთი მიიღოს წავიდეს მოტყუებაზე ჩაჩუა ამის წინააღმდეგ რა კარგი გატარება იყო საფათო საკმაოდ და გაბიტაშვილმა ჩააწოდოს კი ბატონო ასეც არის დაარტყა გაბიტაშვილმა გადაცემა ძალიან ზუსტი მიიღო ბრწყინვალედ ეს ბურთი ტატოჟივიძემ ჩაწოდება კარგადზე ვერ შეეხონთლად კარგად ბურჩხეტიანი ურა საფათო მომენტი იყო აჭრა ბურთი შორეული ცხრიანისკენ ჩხეტიანმა ამ ეპიზოდში არანაირი შანსი ლეჟავას ამ ეპიზოდში არ ექნებოდა ბუნებრივია ახლო-კუთხეს ფარავდა ლეჟავით ნიკაბაძე გადააგდო საჯარიმოსკენ აქ უძიერი თამაში ძალიან საჯარიმოში და გადარჩა ოდიში ძელს მოარტყა ბურთი ანდრია დევდარიანმა ამ ეპიზოდში რომელიც შეიქმნა ოდიშის კართან გადარჩა აქ აბაჩხეტიანი გაუშვა ბურთი ძალიან მწვავედ კარისკენ თუმცა კარგი იყო იქ ერთ-ერთი მსველი მერე ბრწყინვალეა ჩხეტიანი პრესინგზე ჩააწოდა აქ ჯარიმა უნდა იყოს კი ბათული იქნება აქედან ამოსვლა დაკარგეს ბურთი აქ ძალიან საფათო ზონაში ნიკაბაძე თუმცა ურთაბრძოლა მოიგო მარაკველიძემ დარჩა ბურთი თელავი საერთოდ ნიკაბაძე აქვს სივრცე ნიკაბაძეს თუმცა წამოეწინნენ მეტოქები რა კარგი იყო აქ ნიკაბაძე რა მაგუნს რომ მარცხენა ფლანგიდან ისასრულებს ხოლმე სტანდარტებს ჩხეტიანის ჩაწოდება ძალიან საფათო კარის სიახლოვეს მაგრამ აზარდა საკმაოდ თელავის უპირატესობა განსაკუთრებით უკანასკნელ წუთში ფაქტიურად ოდიში ვეღარ გადადის რამდენიმე გადაბმულ პასსაც ვეღარ ახერხებენ უკვე ბრწყინვალეა ამ ეპიზოდში ფირუზ გაბიტაშვილი დარტყმა შეუძლია აქედან ჩააწოდა ის გააკეთა ნიკაბაძე ერთ-ერთს მსველთან აქვს ვარიანტები უკან დააბრუნა ივანიაძე ჩაწოდება შეუძლია რა კარგი პასი და ნიკაბაძემ ვერ მოარტყა აქ ბურთს ფეხი დევდარიანი დაარტყა რა გოლი გაიტანა ანდრია დევდარიანმა ნუ ფაქტი იყო რომ სადღაც გოლს გაიტანდა თელავი ასე ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა მიქაძის გუნდმა ბოლო წუთებში და ბრწყინვალე გოლი შეაგდო თელაველთა მერვე ნომერმა იყო იქანდეს მომენტი როცა ნიკაბაძემ ფეხი ააცილა ბურთს მაგრამ გადმოვარდა ბურთი კარგად და ნუ ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა ანდრია დევდარიანმა ძალიან კარგად გაისწორა აქ მოგერიება არ იყო მთლად კარგი აკონდუს თუმცა ნუ პრინციპში აქ მეც ვერაფერს გააკეთებდა რატომ არავინ არ მეურვეობდა ჩხეტიანი კარგი იყო პრესინგზე ამ ეპიზოდში არავინ დაუძახა ჩაჩუას რომ იეპარა მას თელავის შემტევი შუალება რალამაზი მოძრაობა იყო დარტყმა მარცხენა ფეხი თუმცა არაზუსტია ივანიაძე მარცხნივ პასი გაბიტაშვილი კარგი გადაცემა ძალიან ჩხეტიანი მარჯვენა თუ დაარტყა და ბრავო ჩხეტიანის მორიგი კუთხური ჩაწოდება საფათო ვნახოთ ახალაძის კუთხური როგორი იქნება ჩააწოდა გიორგი ახალაძემ აქ არეულობა თელა ნიკაბაძე როგორ ჩვევია შეინარჩუნა ბურთი ძალიან კარგად ჩხეტიანი პირველი ტაიმის ალბათ საუკეთესო ფეხბურთელი გააგრძელა მარცხენა ფრთაზე შეტევა გაბიტაშვილი ჩაწოდენ აქტიურად იწყებს თელავი როგორც ხედავთ რა კარგი გადაცემა ჩხეტიანი დაარტყა ნუ რაღაც მარჯვნივ პასი ჩაჩუა მუშკუდიანი ჩააწოდა მუშკუდიანმა გამოიტანა სალუქვაძემ ამ ეპიზოდზე კარში დაარტყა ახალაძემ სცადა ყოველ შემთხვევაში ჩაწოდება ანთიაშეხო დარტყმა ძალიან არაზუსტი გამო ორ ალამაზი შეხება იყო ივანიაძის არაბული ვერ მივიდა ბურთთან მაგრამ უფრო მწვავე იერიში განვითარდა აი შეხებით ჯივიძე მოასწრო პასის გაკეთება იქ შეიძლება ახალაძე ყვითელი ბარათით დაისაჯო ჩხეტიანი რა საფათო გატარება და ჩაწოდება ჩხეტიანის საფათო შეხება ივანიაძე ვერ მოარტყა ბურთს ფეხის შორის განსხვავებულ საკმაოდ დიდი სიმჭიდროვეა კრისტალბეთ ლიგა 2-ში ჩაწოდება აქ აინახა ივანიაძე და როგორი საფათო შეიძლება ეს იერიში გამოვიდეს გაბიტაშვილი
დაეხმარა მარცხენა ფლანგიდან ივანიაძეს, კარგი გადაცემა, არაბულის დარტყმა და უფრო მეტად ჩაწოდებებზე ფიქრი, ხუნჯგურია, დაარტყა, გადმოტანა, უზუსტესი გადაცემა, ჩაჩუა ჩაწოდება შეიძლება, ჩააწოდა კიდეს, აბა დარტყმამდე თუ მივა საქმე, არ გამოვიდა. ორივე მარცხენა ფრთაზე ვერ იდგებიან, ბუნებრივია, მუშკუდიანი, კარგი პასი, ანთიამ ვერ მიიღო აქ. აბა ვნახოთ მარცხნიდან ესიერიში თუ გავა, ჩაწოდება უნდა იყოს აქ სახიფათო და ყოჩახ სალუქვაძე. იყო ფაქტიურად უკვე კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა გაითამაშეს იქვე, ახალაძე, აბა დარტყმაც შეიძლება, ჩაწოდება ჩორეულძელზე. ბათოსი ცდილობდა აქ ფარგლებში, ახალაძე ჩააწოდა, მინებელ დარტყმას შეასრულებს. ჩაწოდებების ფაქტიურად არ აქვს ოდის. კარგად მიდიან უკვე მეტოქის ნახევრამდე, მაგრამ გამწვავება ამას არ მოყვება სახიფათო იერიში თელაველების ძალიან არაბული დარტყმა შეუძლია დაარტყა არაბულმა და საოცარი ეპიზოდი ჩაჩეთა. ეხა ოდიშის მარჯვენა მცველმა რა კარგად წაიკითხა პოტენციური ტრიზე ჩააგდის ამ კუთხურს, ჩააწოდა, კარგი იყო ლეჟავა, საოცარი გოლი გაიტანა. აბა მუშკუდიანის ჩაწოდება მარცხენა ფეხით, კარგი პასია მარჯვენა ფლანგზე, მუშკუდიანის ჩაწოდება ისევ ძალიან კარგია თელავის დაწვა. ახალაძე ჩააგდის მარჯვენა ფლანგიდან, ჩააწოდა, არაბულმა გამოიტანა, სწორიტანეს მუშკუდიანი. ახალაძე კიდევ ერთი ჩაწოდება იქნება, ჩააწოდა, გამოიტანა ფირუზ გაბიტაშვილმა, პასი ანთია, ისევ იაკობიძე. ჩაჩუა ეხმარება შეტევას, არაზუსტი პასი გააკეთა, ტავახაშვილი გარბის წინ, ცენტრალური მცველი. კარგი იყო ტავახაშვილი.